მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი და ეს არის მადის აღძვრელი პოდკასტი. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და იყოთ ჩემთან ერთად, იაქტიუროთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს სტუმარს, ნინო ჩხეიძეა დღეს ჩვენთან ერთად. გამარჯობა, ხატია. გამარჯობა, ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ დღეს. მადლობა შენ. და გამიხარ და მიყურებ ხოლმე შენ პოდკასტს და მართლა სიამოვნებით მოვედი. ძალიან დიდი მადლობა, ხო. ჩემი იდეაც ის იყო, რომ რაღაცა ვსინჯავ ჩემი სტუმრის საყვარელ კერძს და როგორც ორი მეგობარი, ისე რომ ვისაუბროთ სხვადასხვა თემებზე. დიდი გემოების თამაშით და გემოებით მე ვერ გამოვირჩევი, მაგრამ ხო, რაღაც სხვა მიმართულებითაც მინდოდა რომ აყურებელს აენახათ ცნობილი ადამიანი, რომ რაღაცა თუნდაც სადმე რომ მოხვდებით, მე და ადამიანმა იფიქროს რა შეიძლება უყვარდეს ახლა რა დავახვედრო. გახსენდეს ჩემი პოდკასტი. კი ბატონო. რაღაცა ესე. მოკლედ, სანამ გადავალ თავარ ამბებზე, ჩემი ახალი ინტერიერი აქ არის, ახალი გადასაფარებელი მაქვს მაგიდის, იმიტომ რომ დავმეგობრდით მე და კომპანია თენა, ეს არის ტექსტილების ქართული ონლაინ მაღაზია და ესეთი ულამაზესი გადასაფარებელია. საგაზაფხულო, ხო, თან საგაზაფხულოა. და ის არის წყალგაუმტარია, რომ დაასხა რამე, ეგრევე შეგიძლია მოწმიდო და მოკლედ შეგიძლია რომ აღარ ინერვიულო, ხო და ანუ ყოველჯერზე გარეცხვა არ დაჭირდება. კი, არ დაჭირდება. ამზადებენ ასევე თეთრეულსაც, წინსაფრესაც, ჩაის ტილოებსაც და მოკლედ მაგიდის სუფრებსაც და აუცილებლად ნახავ. ხო, ძალიან დიდი მადლობა თენას ესეთი ულამაზესი საჩუქრისთვის და პარტნიორობისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბომბარი არის ჩვენთან ერთად, პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები. აი ეს საჩემოა. ხო, ბევრისთვის არის, იმიტომ რომ მოგინდება ტკბილი, რომ დააგემოვნო. სპარის, აგროჰაბის და ფრესკოს მაღაზიებში შეგვიძლია რომ შევიძინოთ. და ასევე რა თქმა უნდა, სპარი ვახსენე და სპარიც არის ჩემი სპონსორი, სადაც შეგვიძლია რომ უამრავი პროდუქტი მოვიმარაგოთ. დღეს წარმოდგენილია ლაკასას ფირმის შოკოლადის დრაჟეები. ხრაშუნა გარსით, შოკოლადის შიგთავსით და მოკლედ სხვადასხვა გემოები შეგვიძლია ჩავიკოკლოზინოთ პირი. და ექსკლუზიურად სპარში შეგვიძლია შევიძინოთ ეს დრაჟეები და რა თქმა უნდა პატანეკრა ესპანური ღვინო, რომელიც ასევე ექსკლუზიურად შეგვიძლია რომ სპარში ზადხარ ყველაფერს. კი ბატონო, ზადვარ ყველაფერისთვის. ხო, რაც შეეხება ჩვენ ამბავს. ჩვენ დღეს გვაქვს ცეზარი. ცეზარი მიყვარს განსაკუთრებულად. ცეზარი მეც მიყვარს, სუბუქია ისეთი და უკვე მოვიდა და თან მოდი დავაგემოვნოთ, თან ვიჭორაოთ. სიამოვნები. ხო და თან შეგვიფასეთ როგორია. კი, ლუნა პიცამ გამოგვიგზავნა ეს ცეზარი. ლუნა პიცა მდებარეობს ილია ჭავჭავაძის 37 ნომერში. პიცაც აქვს და რა თქმა უნდა სხვადასხვა სახეობის საკვები, მათ შორის ცეზარი. აი, აგერ ჩანგალი. მაგარია. ჩანგალია. თავდისია, ჩაჭრილო გემელოჭამ. გადასარევია. სხვათა შორის მე მიყვარს, როდესაც აი ქათამი არის, აი ესე კარგად ჩაწეწილი. ხო, ხო. და არ არის ძალიან დიდად. და არ არის ძალიან დაფრაწული. ეს არის ზუსტად ისე შემწვარი, როგორც მიყვარს. ახალ არის ზედმეტად გადახრაშუნებული ქათამი და არ მიყვარს. და მე რაღაცა ძლივს რო ვეჭამ, ხო? მაგარი. მადლობა ლუნა პიცას. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია მართლაც და ამ ბოლო დროს ვცდილობ რომ ცილა მივიღო ხშირად. მეც კვერცხი ყოველდილით. აი აქაც არის კვერცხები. აი პატარა. აი პატარა. იმიტომ რომ მე აღარ მშვიდება დიდად რა. თან ცილა აუცილებელია. მე პროტეინებსაც ვაშველებ. როგორ? პროტეინ ბარებს ვყიდულობ. ბომბარი. ასევე მაქვს ფხვნილი. პროტეინის და მაქვს ასეთი არ არის იოგურტი, რაღაც შოკოლადის იყიდება. ეს პუდინგივით მე მგონი, ვიცი, მე ვჭამაგას. და ძალიან გემრიელია. და შოკოლადსაც აქვს მე მგონი 70 კალორია, ძალიან დაბალი კალორია. დაბალი კალორია აქვს და მაღალი პროტეინი. კი. ბოლო ჩემი ტრენიდან გამომდინარე ვცდილობ რომ ძალიან ბევრი არ მივიღო და სადღაც 60 გრამ პროტეინს ვიღებ დღეში. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია მართლა ეხა ამ ბოლო დროს უფრო დავიწყე რომ იმიტომ რომ ეს ნახშირწყლებს რო იღებ იმდენად მალე გშივდება, ოღონდ მე დილით არ შემიძლია რომ აი
დილით კვერცხს და იმებს რო ჭამენ, მე ვერ ვჭამ და მეთქი კაი დილით იყოს ჯანდაბას და ავლევა მყავას და ხო, შენ არაფერი გეტყობა რომ წონის პრობლემა შეიძლება ოდესმე ქონოდა და 2 კილო მინდა რომ აი ეს მე მგონი ყველა ქალის ეს არის ხო კი მეც ასე ვფიქრობ წიკი რომ აი შენ ვერ მომჩნევ ხარ რა თქმა უნდა სუქანი არა ვარ მაგრამ რაღაცნაირად მე უფრო თავდაჯერებული ხარ. ხო, ზომიერება ყოველთვის კაია, ისე თვითკონტროლი. მე სხვათაშორის ბოლო პერიოდში დავიკელი წონაში. და ყველა მეუბნება, რომ როგორ დაიკელი ზოგს გონია, რომ გავიკეთე რაღაც ოზემპიკი თუ მონჯარო, თუმცა ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მე დავიკელი ტვინით. აი ტვინში გადავწყვიტე, რომ მინდოდა რომ დამეკლო წონაში. ხო. არანაირი სპეციალური დიეტა არანაირი მოხარშული მარტო კვერცხი, მარტო ქათამი, როგორც გამიკეთებია. ადრე ციგურ დიეტაზე ვიყავ. მე შიმშილო. ერთი ვაშლი, 7 ჭიქა ჩაი, მხოლოდ იოგურტი, აი ძალიან შიმშილო და მე ორ მაგათ ვიმატებდი. და ეხლა აბსოლუტურად ყველაფერს მივირთვევდი, ოღონდ აი თავში მქონდა გადაწყვეტილი, რომ უნდა დავიკლო და ცოტას. და დავიკელი სადღაც ერთ წელში 8 კილო. ხო, აი ცოტ-ცოტას რო ჭამდა ხშირად თუნდაც, უფრო სხვანაირად არ მიყავს ორგანიზმი რა. თავარია რომ არ დასტრესო შენი თავი რა, მე ჩემი გამოცდილებით რაც თახოც აკრძალული ხილი გემრიელია და როცა ამ ტვინს ეტყვი რომ არა აკრძალულია, მე უფრო გინდება და უნდა იყოს ჩილ ვარიანტი რა. აი თუნდაც ტორტს აუცილებლად გავსინჯავ, მაგრამ აი როგორც სადმე რომ გასინჯვის ზომას და თქვა ერთ ჭერს არ შეჭამ რა. კი, მართალია. და გულიც აღარ მწყდება მე რა. აი ხო არა ეხა ხოლიან დიეტაზე ვიქნები და რაღაც უცბად ორშაბათიდან. კი, გამიკეთებია ეს რა. ამის გავიკეთებ. რამდენი ორშაბათი ყოფილა? რამდენი? და ორშაბათი რომ მოდის მე სამშაბათი. აი ხო, ეგ ორშაბათი არ იყოს რა გვეშველებოდა რომ აი ახალი დასაწყისები. მე იცი რა მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ რაიმე ესეთი განსაკუთრებული რეცეპტი თუ ამზადებთ საჭმელსაც, როგორ ხართ? ეხლა შეიძლება რა თქმა უნდა არ დგახართ 24 საათს სამზარეულოში, მაგრამ თუ გეხერხებათ მაგალითად მომზადება. რა არის? აი ძალიან ჩემდა სამარცხვინოთ. სხვადასხვა მე ხერხებოდა, რომ გავთხოვდი, აი პატარაობაშიც მე ჯერ იმ თაობის ვარ, რომ აი სახლში ოჯახში დიდ სუფრებს რო იხდიდნენ და ყველაფრის გაკეთება ფხალი იყო თუ რაც იყო, ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას. რო გავთხოვდი მერეც, ნორმალური დიასახლისი ვიყავი და დიახ. ეხლა გავხდი აბსოლუტურად. ეხლა მე მგონი ყველა ეგრევე ჩლუნგი. იმ დღეს მომივიდა საოცარი ამბავი. ვიყიდე ფარში და მინდოდა ინსტაგრამზე რომ უყურებ თან, ისე მარტივად აკეთებენ, ისე გემრიელად აკეთებენ, რომ ვიფიქრე რომ ნინო დროა რომ დაიწყოს საჭმელების კეთება. და ფარში გამოვიძახე და დავიწყე შენელება. ну ვიცი ახლა მაკდონელზე ვიცი რომ კვერცხი უნდა გავუკეთო, სუნელი გავუკეთე, ქინძი გავუკეთე, ხახვი გავუკეთე. თითქოს კარგ ზეთშიც შევწვი, მაგრამ არ მქონდა სუხარი რო ამომევლო, არც ფქვილი. ხო. და მოკლედ ძალიან ვიწვალი ამის შეწვაზე. ხამე იყო, თელ სახში დადგა საოცარი სუნი. და ვიფიქრე რომ დილით მივირთვე, თქო და აი დილით რომ ჩავარჭე ჩანგალი. დაიშალა. არ დაიშალა. არ იყო გემრიელი, საშინელება იყო. რაღაც ძალიან ბევრი ზეთი მომივიდა, თუ რა იყო, არ ვიცი. ყველაფერს პრაქტიკა უნდა. ძალიან მეწყინა ხო, რომ ესე დამიჩლუნგდა ხელი, თუმცა მინდა რომ მართლა იცი რა მინდა, რაღაც ისეთი კერძის გაკეთება რომ ვიცოდე რომ აი თქვა რომ დაგპატიჟებ სახლში. აი მე გამომდის საოცარი რაღაც ლაზანია და თავი რომ მოვიწონო რა, აი რაღაც საფილმო კერძი უნდა ვისწავლო. შეიმუშაო. ხო, შევიმუშაო. ხო, არა, ყველაფერს უნდა პრაქტიკა, იმიტომ რომ პრაქტიკა უნდა, ხო. თუ ადრე გამოგდიოდა, ეხლა გამომდიოდა, ოღონდ ტრადიციული საჭმელების გაკეთება ვიცი, თქვათ, ფხალები, რაღაცა ოსტრიტო, აი ჩვენს ოჯახში რაც კეთდებოდა, მსგავსი და სხვა არ ვიცი, არა. ხო. თან ყველა დღეს გადასულები ვართ გამოძახებებზე და რაღაც. მე გამოძახებაზე და იცი რა, გამოძახების გარდა სახლში არ მივირთვევ ეს საჭმელს, იმიტომ რომ მარტო ვცხოვრობ და თუ რაღაც სუმაკ ხაჭო, უცხიმო, იოგურტი, კვერცხი
აი უფრო ისეთ მშრალ საკვებზე ვარ და თუ შუა დღეს რო სადილობ, გარეთ მიწევს, ყოველთვის გარეთ ვარ ხოლმე და სახლში ეს მაინც არ ხარ. და რა არის რამე ისეთი, რაც მაცივარში აუცილებლად უნდა გქონდეთ, ან სასმელი, ან აი აუცილებლად უნდა მქონდეს სულგუნი. მამა ყიდულობს ბაზარში სპეციალურ ქალბატონთან, რომელიც აი ძალიან გემრიელია, მიუხედავად ისა, რომ კალორიულია, აი ვერველები, ყველს ვერველები. უნდა მქონდეს მაგარი ყველი, აი სნექები ვიტყველები რო არის ჰოლანდიური. სულ მაქვს პუდინგი, სულ მაქვს ხაჭა, სულ მაქვს მაწონი, სულ მაქვს და всё. შოკოლადი. შოკოლადი არის გადამახსოვს. თხილი და ნიკოზი. სხვა შორის ძალიან სასარგებლოა თხილი და ნიკოზი. და ამ ბოლო პერიოდში სხვა შორის ერთი პერიოდი ვიყავი ინტუიციურ კვებაზე. ანუ არ ჭამი იმას, რაც ვთქვათ, თვალში მოგხვდება, აი შენი ორგანიზმი გეუბნება რა გინდება. ოკეი. და გაამართლა მაგ მეთოდმაც, იმიტომ რომ არ მშვიდებ, ანუ რაოდენობრივად ნაკლებ საკვებს ვიღებდი და აი ეხლა სხვა შორის ძალიან მინდება თაფლი. ეტყობა გაზაფხული რა და თაფლში ხო ძალიან ბევრი ვიტამინებია და აი თაფლიც ჩემს მაცივარში რაღაცა საპატიო ადგილას დადგა ბოლო პერიოდში. თან დიეტის დროსაც და ისედაც შაქრის ჩამნაცვლებლად თაფლიც ძალიან კარგია რა. მე მაქვს ლოსალტის მარილი. სხვა შორის აქებენ ამ მარილს იცი? ეს არის მარილის ჯანსაღი ვარიანტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელსაც აქვს 66%-ით ნაკლები ნატრიუმი. რაც ხელს უწყობს, რომ წყალი არ შეიკავოს ორგანიზმმა, ასევე წნევამ არ აგვიწიოს და ნუ ჯანსაღი ჩამონაცვლებელია. გამიგია ნამდვილად ჩემი მეგობრებისგან და აქებენ ხო და აი ჩემი კატლეტი იმიტომ არ გამომივიდა რომ მარილი არ გავუკეთე და არაფრის გემო არ ქონდა. ხო, იმიტომ რომ მაინც აძლევს მარილი გემოს. რა თქმა უნდა, აუცილებელი. და ძალიან კარგი საშუალება, იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია და თან დიეტის დროსაც. და ცოტა მარილი აუცილებელია. სხვა შორის ადრე იყო, ამბობდნენ რომ საერთოდ არ უნდა მიიღო და მე ბევრი სტატია წავიკითხე იმის შესახებ, რომ მარილი აუცილებელია ცოტა რომ მიიღოს ორგანიზმი. მიყვარს რა კარგი ჯანსაღი პროდუქტები, რომელიც უზრუნველყოფს სიჯანსაღს. ჯანსაღი აუცილებელია რა. კი, ნამდვილად მართალია ესე. რა არის ის სამი კერძი, რომლის ჭამაც არასოდეს მოგბეზრდებათ? ჭადი და ყველი. გიჟდები. ხომენ, ცეზარი? ვაიმე, არა. ცეზარის ბოლო მე ვიცი ამოჩემე. ხო. საჭმლის აი რაღაც ერთ პერიოდი იმას რომ მე მომბესდება. ცეზარი არა, ჭადი და ყველი არასდროს მომწყინდება, მიყვარს ფხალეულობა, იმერული სამზარეულო მიყვარს და ხაჭაპურზე გიჟდები. ხაჭაპური ახლა რა თქმა უნდა. აი მე როგორ მიყვარს? ნებისმიერი ხაჭაპური? ნებისმიერი, აჭარულიც მიყვარს, ფენოვანიც მიყვარს. მეგრული ხაჭაპური მიყვარს? მეგრულიც ყველანაირი, ყველა სახის, მაგრამ ძალიან მიყვარს ფენოვანი. ხო, მეც და რა გემრიელი და აჭარული. აი მე ხო ეს არის ჩემი ნეტარება და სხვა შორის ჩილ დღეებს ვაწყობ ხოლმე და ხო. აჭარულზე რომ მივდივარ, ის დღე არ უბედნიერი. ხო, რაღაცა იმ დღეს გჭირდება, რომ всё, დღეს აჭარულის დღეა და სხვა მებიც კუჩს არ ვივსებ. ხო, აი აჭარულს გამოვარჩევდი. ჩემს ხო, თან რაღაცნაირი საჭმელია, იქ რაღაც უნდა მოურიო, რაღაცა მოამზადო, ძალიან კაია, მოკლედ მეც მიყვარს. სხვა თემებსაც რო შევეხოთ, იცი რა მაინტერესებს, აი გადატანითი მნიშვნელობით მაინტერესებს. მადას რა გიღძრავთ ცხოვრებაში? ნერვიულობა. პირდაპირ მნიშვნელობით მადას. არ ესეც კარგი პასუხია. მე იმ კუთხით ვიფიქრე, რომ მეთქი, აი რა ქსიამოვნებს და აი მადას რა გიღძრას ცხოვრებაში, თუმცა ნერვიულობა, ესე იგი მადას გიღძრავს. პირდაპირ მნიშვნელობით მადას, როცა ნერვიულობ და ბევრს ვფიქრობ, ინსტინქტურად ჭამა მინდება. ხო. და ცხოვრების მადას მიღძრავს კარგი ადამიანები, პოზიტიური ადამიანები და თავისუფალი ურთიერთობა. აი ადამიანს რო ეკონტაქტები და უყურებ რომ იმის იქით არაფერი არ არის და სუფთა ადამიანია. და აი გულწრფელი ემოცია. ეს არის ჩემთვის ძალიან ბედნიერების მომტანი სტიმულის და ენერგიის.
რა ჯობია ეგეთა და სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ბევრი არ არის. ხო, იცი მაგაზეც მე ვფიქრე და მე ვფიქრობ, რომ იქნებ ჩვენ ვერ ხედავთ. მე მასეც რომ ვიფიქროთ, რომ აი არ არიან ეს თეატრი, ვერ დავინახავთ. ხო. ალბათ ჩვენ უნდა ვეძებოთ რა, კარგი ადამიანებში და მე ის ადამიანიც ასეთი გახდება. მეც გამოგვიგზავნის სამყარო. ხო, რაზეც ფოკუსირდები ხო უფრო იქ მოდის ხოლმე. მაგრამ მე ხა მაგაზე გამახსენდა თქვენ თქვით რაღაც ბოლო დროს, რომ რაღაცა ბოლო პერიოდში ბევრმა ადამიანმა გული მატკინაო რაღაცა და აი რა თემატიკაზე იყო ეს ან თქვათ ახლობელმა იყო თუ აი რა შეგიძლიათ თქვათ ამაზე მოკლედ თქვენ რა სიტყვებით არის ბევრი მიმართულები ძალიან ბევრი ადამიანს ხვდებით ჩემი ცხოვრების მანძილზე და რაღაც პერიოდი წინდა და ვბრაზდებოდი როდესაც ადამიანები მაწყენინებდნენ და მეგონა რომ ის იყო დამნაშავე რომ მაწყენინა ადამიანმა რაღაცა არასწორად მე ჩემი გადმოსახედიდან არასწორად მომექცა მაგრამ მე რომ გავაანალიზე იცი რას მივხვდი რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია საკუთარი თავი აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენი ბრალია იმიტომ რომ შენ რომ ანუ შენ აძლევ ადამიანს იმის უფლებას რომ არასწორად მოგექცეს შენ აძლევ ადამიანს იმის უფლებას რომ გაწყენოს ან შენ მოიქეცი ისე რომ იმან გაწყენინა იმ ადამიანმა ხო აი ყველაფერი აბსოლუტურად რა აი თქვა მოგატყუა ადამიანს კი შენ მიეცი ამის საშუალება და უფლება და შენ ანუ ყველაფერი ჩვენი ბრალია რაც გვემართება ცხოვრებაში და მე ეს რო გავიაზრე ყველაზე წყენა გამიქრა აბსოლუტურად იმიტომ რომ ამ ადამიანებმა მე გამზარდეს და პირიქით მადლიერი გავხდი ამ ადამიანების იმიტომ რომ დიდი გაკვეთილი იმ პერიოდში რთული იყო რასაკვირველია ძალიან დიდი გაკვეთილი გავიარე და უფრო გამზარდეს იმიტომ რომ მანამდე რო ამ გადმოსახედიდან პატარა ვიყავი არ მქონდა ის გამოცდილება რა ხო მართალია და არავისგან არ უნდა გქონდეს რაღაც მოლოდინი მე არავისგან ხო და ისაც ჩვენი შეცდომა იცი რომ ველოდებით ხოლმე ადამიანები და ჩვენს წარმოსახვაში რაღაცა იდეალიზაციას ვაკეთებთ და ვფიქრობთ რომ ანუ ის ადამიანი თქვა ვინმე ნებისმიერი ჩვენი მეგობარი იქნება ახლობელი იქნება თუ თანამშრომელი არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ წარმოსახვაში გავაიდეალებთ და მე გვწყის რომ რატო არ არის ეს ადამიანი ესეთი რატო არ მიგწე ესე და იმას ვერ ხვდებით რომ ეს ჩვენი წარმოსახვა იყო და ის ადამიანი აბსოლუტურად სხვანაირია. კი, არ არის ვალდებული ხა მე როგორც ვფიქრობ ეგრე მოიგზა. იქნება არ უნდა მაგას მე სულ ან შეიძლება ორჯერ მოიტყუოს და მოგერგოს რომ ისეთია რომ იდეალური იყოს და მე უბრალოდ ხო, თუმცა ნუ ნელ-ნელა ყოველდღიურად რაღაც შედეგს დავდებთ ეხა როგორც ლაპარაკობთ რომ თურმე ესე ყოფილა მე კიდე რაღაცას ვისწავლე და ძალიან საინტერესოა მოხდა ძალიან საინტერესოა კი. კი. საერთოდ რაც რო გადის რას ხვდები იცი რომ ძალიან საინტერესოა ყველა გამოწვევა, ყველა ნაბიჯი ცხოვრებაში და ის რაც ჩვენ სირთულე გონია რეალობაში ეს იმისთვის არის რომ გადავიდეთ რაღაცა სხვა ეტაპზე ცხოვრების და ძალიან მაგარია. ეხლა წარმოვიდგინე რო არ იყოს ეგეთი გამოწვევები და ერთ ტალღაზე რო ხარ. აი ხო ისევ ის ნინო იქნებოდი როგორც თქვა 10 წლის წინ ისევ ეხლაც ეგეთი ნინო ეგეთი ანუ რაღაცა და ანუ როგორც ვიყავი თქვა 20 წლის წინ ისეთივე რო ვიყო, ნუ არ ვიქნებოდი არც მოსაწონი, არც საინტერესო და ჩემი თავისთვის პირველ რიგში არანაირად აი თუმცა რა არის ის რაღაცა რაზეც აი საზოგადოებისგან გაგიგიათ ხოლმე და თქვენთვის გულში გითქვამთ რომ აი ხა ეს რომ მე კარგად მიცნოვდეს ესე არ იფიქრებდა და არ იტყოდა. ეყოფილა რამე ეგრე? რა იდა რაღაცა ისეთ აი რა ვთქვა. იცი რა ყოფილა, ანუ აი თქვა ბევრს უთქვია რომ აი სხვანაირი მეგონა იცი, აი რო გამისწრებენ უთქვიეთ რომ მე მეგონა რომ აი რაღაცა ისეთი იყავი უფრო ცივი და რაღაცნაირი ამბიციური. აი ბევრს უთქვია და მე უფრო კონტაქტში რომ შემოდიან, ვაიმე იცი მე სხვანაირი მეგონა. აი ეს შემთხვევა მქონია, მეტი არ ვიცი. ხო, ისე მართლა მეც ბევრზე მიფიქრია ხოლმე რა. ხო, რა, აი უფრო უკარება რაღაცნაირი გონია და ამ დროს შეიძლება ადამიანი იყოს აბსოლუტურად სხვანაირი და გახსნილი ურთიერთობაში. კი, აი არა მე ჩემ მეგობარზე რომელიც მანამდე კარგად არ ვიცნობდი ან შეიძლება აი ჩემ მეგობრებსაც ვთქვია და ჩემ მეგობარი არის ერთი და ვთქვია რომ აი ტელევიზიაში რო დაგინახეო ვიფიქრე რომ აი რა მიეკარება რა უხასიათო გოგო. ხო, ეგრე ხდება და ხანახა ეგრე რო ვფიქრობთ ხოლმე მაგაზე, მე უფრო კარგად მეგობრდებით ხოლმე, ესეთია რა. ძალიან უცნაური მართლა. ხო და თქვენი სიმღერის პრემიერა იყო ეხა მოკლედ. გილოცავთ. მადლობა. და წარმატებას გისურვებთ, მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო AI
შექმნილ ჩემმა სალამურამ რეკორდი მოხსნა. ნამდვილად კარგი ვიჭია სალამურა და ესე იგი ამ სულამობდი მეთქი კანიე ვესტის მერე ქართველი აქეთ ჩვენ ნინო ჩხეიძე გყავს მეთქი. ხო, იცი რა არის ეს ექსპერიმენტი გავაკეთეთ და სიმართლე გითხრა რო გავაკეთეთ ეს სიმღერა მე ძალიან მომეწონა და 1-3 დღე რო ვიღვიძებდი ვრთავდი ამ სიმღერას და ძალიან კარგად წყობაზე მაყენებდა. მე ჯგუფი გვაქვს ჩვენ ნიო სტუდიოში და იმ ჯგუფში დავწერო ხახნო აი ძალიან მომწონს რა ვქნა აი ეს სიმღერა აი ძალიან მომწონს თქვა კი არ მოიცადე ხა კადრს ვინც აკეთებს აი ის იმ ბიჭო აი ხო კადრს გავაკეთებო ეს კადრის თვითონ შექმნა რაზეც იყო და ჩააგდე ჯგუფში სატესტოდ და მე ავდექი და დავკითხავ და დავდე ყველა სოციალში და იცი რა მოხდა აი მართლა მახსოვს აი ადრე რო იყო წაღვედა თბილისი ამბავი უცბად რო გავარდა აი ლაიქები მოდიოდა უცბად და სულ შეარები მოკლედ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და გამეხარდა იმიტომ რომ სოციმედიის ალგორითმი გავარდა და დუეტის ჩაწერა არ მქონდა ეს უკვე მე უკვე ხალხმა მე დუეტი და აბა ბიჭი ჯობია და აბა გოგო ჯობია და აბა რომელი და ქართული ჯობია თუ ინგლისური იყო ერთი ამბავი და სადღაც 2 დღეშივე ჩავწერე ეს დუეტი და მოკლედ მე ვიფიქრეთ რომ ეს ბიჭი ამ ხელა შედეგი მოგვიტანა არ არის ხელიდან გასაშვები მილიონზე მეტი ნახვა ხელში დამაჭერინა და ხელიდან გასაშვები არ არის ეს ბიჭი თქო და რა ჭირდება სახელი და დავარქვით სალამურა, იმიტომ რომ თან რაღაცა ქართულ ზღაი და თქვენ ჟანს უხდება ძალიან მიესადაგება ქართულ რაღაცა ზღაპრის და ქართულ მასთან ახლოს ყოფილიყო მინდოდა თემატიკასთან და თან ამ დროს აბსოლუტურად განსხვავებული აფრო-ამერიკული გარეგნობა აქვს და ასე შეიქმნა ჩვენი სალამურა. სალამურა სხვა სიმღერებიც აქვს და მოკლედ მალმალე დაიდება. აქვს თავის ინსტაგრამიც, ახლა TikTok-იც. აჰა. ერთობლივი ინსტაგრამიც ხوار გექნება და TikTok-ი. თოქმარს რა გქონდა. აი ეს ჟანრი, თქვენი ჟანრი რაც არის მართლა ამდენი წელია, როგორ აი ყველას მოწონს, ვიღაცებს არ მოსწონს და თან ხო არის ხოლმე ჩვენთან რომ აი ამბობენ რომ აი მოიმობა, მაგრამ შეიძლება ხო იცე, აი რატო არის ხოლმე? არ ვიცი, იცი რა არის? ეს ჟანრი თვითონ რაც არის, მე რო დავიწყე სიმღერა ადრე 25 წლის წინ. აი ეს საჯაროდ სიმღერა მართლა ეხავდა. ეხავდა რა არსად არ იმღერებოდა ეს სიმღერები და მე კიდევ გრძნობდი რომ ეს სიმღერები ყველაზე კარგად გამომდიოდა და აი ყველაზე კარგად შემეძლო აი სადღაც ეს რო ვიყავით თქვათ დაბადების დღეზიან სადმე ანუ შთაბეჭდილების ყველაზე კარგად გამომდიოდა გავსი ჟანრის სიმღერები ძალიან მიყვარდა აი მედია ციციგურის სიმღერები ცინუკი დადიანის თან მღეროდა და არა მეგოიმებოდა კი არა ძალიან მესვეტება დღემდე ეს ჟანრი რაც არის აშუღური კლასიკური ქალაქური მუსიკა და მინდოდა რომ გამეკეთებინა ესეთი ნიშა ამეღო ქართულ შოუ ბიზნესში და დავიწყებთ გავსი სიმღერების ჩაწერა, ჯერ ჩავწერე ჩემი კვირიკიწოდ და მერე წავიდა თბილისი, რომელიც წანგავარდა. თუმცა ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო, შევეჯახე რაღაცა ყინულის კედელს და თქვენს რომ არა, ნუ იყო ერთი ამბავი, აღარ მოგყოლა მის მაგრამ ისევ მერე ხალხმა და ხალხის სიყვარულმა და კეთილგანწყობამ გადამატანინა ეს რაღაცა ყინული დამაძვრევია და ჩემმა არ დავყარე ფარხმალი მოკლედ და არ გავითვალისწინე რომ იმანის თქვა, ამანის თქვა, იმას მოეწონა, ამას მოეწონა. მე ვიცოდი რას ვაკეთებდი, მიყვარს დღემდე უზომოდ ჩემი საქმიანობა და არასდროს არ მარყევს მსგავსი, რა თქმა უნდა, აზრს ვითვალისწინებ ჩემი ახლობლების. ჩემთვის თავარი იყო ხარისხიანი გამეკეთებინა ის ფონოგრამები, ის ინსტრუმენტები, ცოცხალი რაც იწერებოდა ჩემს იმაში, ძალიან ხარისხიან სტუდიაში ვწერდი ყოველთვის და ანუ ყოველთვის ვცდილობდი ხარისხი ყოფილიყო უმაღლესი და ვის მოწონდა და ვის არ მოწონდა, ვის ეგოიმებოდა და ვის არა, ეს საერთოდ არ მადარდებდა და არ მადარდებს დღემდე. როცა
ხარ შენ თავში დარწმუნებული და იცი აი შინაგანი მე რო გეუბნება რომ ეს არის შენი იცი რა არის კი მაგრამ აი მე არაერთი ჟიურიში ვიყავი ხო კონკურსების და სულ ბავშვებს ვეუბნებოდი რომ ეს ჩემთვის არ იყო თქვათ ის რომ არ დავყარებ არ ხმარი და არ გამტეხა მაგრამ ზოგი ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ნიჭიერი და ანუ თქვას რომ აი არა იცი იმან ის თქვა იმას არ მეწონა ამან ის თქვა იმან მითხარი მღერო და საერთოდ დაანებოს თავი და შეიძლება იმის ცხოვრების არსი იყოს ის რომ უნდა იდგეს სცენაზე ან უნდა იყოს ჟურნალისტი მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიაში ნებისმიერში ამიტომ მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას და ჩვენ და სამწუხაროდ არ უკვირდებით ხოლმე რომ აი ახალბედა იქნება თუ ის და როგორც ისე რაღაცა შეიძლება ჩვენც კომენტარები აიღე ხო მე ხარ არასდროს არ დამწერია ცუდი კომენტარი მაგრამ ჩემზე არ მოქმედებს ნუ თუმცა რაღაც მომენტში ნერვები მომშლია ხოლმე და არ მსიამოვნებს რასაკვირველია მაგრამ აი შეიძლება ერთი ისეთი კომენტარი იყოს რომ ის საერთოდ თქვა რომ მოდი რა აი დავანებებ თავს ყველაფერს ხო იქნება ეგეთი ხარ ეგეთი ადამიანი ხარ ივან რა იცის ანუ ძალიან დიდი სტრესია ეს სოციალური ბულინგი და რავი ალბათ ყველას გვმართებს დაფიქრება და რაც გვიჭირს ერთმანეთის აღიარება კიდე აი თუნდაც ახალ სიმღერას რო დავდებთ თუ რაღაცა სუნამოს გამოვიშვათ თუ რაღაც ხო ჩვენთვის როდესაც თან კეთილგანწყობილი ხარ ადამიანისთვის ლაიქი არაფერი არ არის ხო აი არაფერი უბრალოდ ეს არის განწყობა და შენ შეგიძლია რომ შენი ელემენტალურად აი წამიც არ გეხარჯება იმას რომ დაულაიქო კეთილგანწყობა ანუ გაუგზავნო შენი პოზიტივი მაგრამ სამწუხაროდ ამასაც არ ვაკეთებთ ადამიანს თუმცა მე სულ ვცდილობ რომ გავაკეთო ხოლმე მაგრამ შეიძლება რაღაც მეპარებოდეს მაგრამ მე ზოგადად საუბრობ არა კონკრეტულ ადამიანებზე ჩემზეც შენზეც ყველაზე აი უფრო მეტად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება და წახალისება, კომპლიმენტის თქმა, კარგის თქმა, რომ რა კარგია რომ აკეთებ, აი რა კარგია რომ გადასარევ პოდკასტს აკეთებ და უფრო კარგი იქნება და უფრო მეტი გამომწერი გეყოლება. ეს ხო შენთვის ძალის მომცემია, ხო? თუმცა იცი რას ვამჩნევ, რომ ძალიან ბევრს თქვენს, რომ შეიძლება უცხომ უფრო მოგცეს მოტივაცია და მხარდაჭერა, ვიდრე შეიძლება ახლო ადამიანმა, თუნდაც ეგ ერთი წამი ლაიქი არ დაგილაიქოს. ხო, არ ვიცი, ეს ცოტა ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია. ხო, შეგინიშნავთ ძალიან ბევრჯერ შემინიშნავს კი რა, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ვერ ამოხსენი ეს რა არის. თუმცა არიან ჩემი კოლეგები, ვინც აი თუნდაც ეს სიმღერა გააზიარეს და აი 10 მაგად დავაფასე და მადლიერი გავხდი მათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი საქციელია ეს რა და გამოხატულება პატივისცემის და დაფასების. დღეს ესეთი მხარდაჭერა არის დღესდღეობით და ძალიან დასაფასებელია ესეთი ადამიანები. ბევრი არ აკეთებს მართლა. დრო არ მინდა კიდე დავკარგოთ და აი ხა მინდა რომ ეს დავაგემოვნოთ. ნახეთ, ეს არის შოკოლადის დრაჟები, რომელი გსურთ რომ ეს არის ფისტით, ეს თხილით, ეს ალმონდ, რა ქვია ალმონდს დამავიწყდა? ნუში. მე თხილით აბა. მოდი აბა გავსინჯოთ ძალიან გემრიელად. გამოიყურება ხოლმე ყველა დრაჟი, მე ძალიან მიყვარს. მოიცა აბა გავხსნა. აქ მე მგონი გვერდიდან იცნება აი ესე. აბა მიყვარს შოკოლადი. შოკოლადზე უარს ვერასოდეს ვიტყვით. მეც. რა ვქნა. ოღონდ ეს შაქრიანია. გემრიელი შოკოლადია. შავი შოკოლადი. შავი შოკოლადი, სპარს შეგლიათ, შეიძინოთ მოკლედ და ჩვენგან რეკომენდაცია, ხო? ნამდვილად. ხო, ეხა სხვა თემაც მაინტერესებდა აი ამ თქვენს ნინო ჩხეიძობაზე, რომ ყოველთვის ამბობთ, რომ ჩემი მეუღლეც ყოველთვის რომ არ ყოფილიყო, ვერ ვიქნებოდით. აი ეს რას ნიშნავს გვერდში დგომა? აი რომ мотиваცია თუ აი თქვათ მაშინ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, აი ფინანსურადაც გჭირდებოდა, ან გათქვეფა რაღაცაზე, აი თუ რა, აი რაში შეიძლება ვიგულისხმოთ? იცი რაში, აი წაღან რომ ვახსენე, რომ თავდაჯერებული ვიყავი თქო. თავდაჯერებული იმიტომ ვიყავი, რომ გიორგის აი როგორ იცი 1000%-ით ჯეროდა ჩემი და როგორ იყო იცი რომ ჩაწერე ძალიან კაი და რომ ხო ჩავწერე
ძალიან კაია, მოკლედ იმხელა სტიმულს მაძლევდა, აი როგორც კლდე, ესე მედგა გიორგი. ნუ გარდა ფინანსებიც რასაკვირველია ამ სიმღერის ჩაწერის უზრუნველყოფდა, მაგრამ მე პირადად თუ გიორგი არ ყოფილიყო, თქო, ჩემი ოჯახი მანამდეც მაწერინებდა ამ სიმღერებს და მანამდეც ვიყავი ამ ამბავში. ის არ იყო მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო ის გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რასაც აი ჩემთან ერთად იზიარებდა, ჩემთან ერთად ზდიდა, მირჩევდა, ერთად ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა. დღემდე ესეა, თუნდაც სუნამოც ბოლოს რო გამოვუშვი, გიორგი ყველაფერში ამაში ჩართულია და ძალიან საჭიროა, არა მარტო ქმარი კი არა, მეგობარი შეიძლება იყოს, ყველა ადამიანი, რომ შენი რო ჯერა ადამიანს და იცი რა, როდესაც ყავს ესეთი ადამიანები, ალბათ ვერაფერი ვერ გაგტეხს, როდესაც შენი ჯერად და ხედავენ შენში იმ პოტენციალს, რასაც შეიძლება ხანდახან შეთვითოვე ვერ ხედავ, იმაზე მეც რო ხედავს ადამიანი შენში. ძალიან მაგარია მართლა. და შენი ოჯახის წევრი რო ეგეთი და შენი ქმარი თან. კი, გიორგი სულ ესეა. დღემდე ესეა, რომ აი რაღაცაც რო არის, იცი რამდენჯერ მქონია, რომ აი ამას ვერ შევძლებ თქვა, მეთქე და არა მიდი ძალიან კარგი იქნება და სულ ისე იმაშობა და შენც მე ხო მე შეთანხმებულო თავდაჯერებული ძალიან მაგა და ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანი. ხო და აი თქვენს მოგლებსთან დაკავშირებით სულ იყო ამ ბოლო დროს კიდე ჭორები რომ რაღაც დაშორდნენ და მე რაღაც იყო ეს მithქმა-მოთქმა და თქვენ რას გვეტყვით? იცი რა არის, აი ძალიან ბევრჯერ მართლა იმდენჯერ ვისაუბრე ამაზე. გიორგი არ ცხოვრობს საქართველოში 10 წელზე მეტია, სადღაც 15 წელია და ესე ყველანაირად გვერდში მიდგას მორალურად, მეგობრულად, ყველანაირად, ну ჩვენ ცალ-ცალკე ცხოვრობთ და რაც შეეხება ისე ურთიერთობას და მეგობრობას და ყველაფერს, გვაქვს ყოველდღიური, ყოველწუთიერი კონტაქტი, ყველაფერი იცის აბსოლუტურად რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობთ, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ საქართველოში და გიორგი 15 წელია არ ცხოვრობს აქ. და ეხლა თქვენი შვილი რომ დაინიშნა, თუ ქორწილი არა, მარიკო დაინიშნა, აქ არის მაგისტრატურას ამთავრებს ახლა. ხო და ეხლა თქვენ რას ურჩევდით ახლად შეუღლებელ და დანიშნულ წყვილებს აი თქვენი გამოცდილებიდან, რომ აი რაღაც ამ შედის ასეთ ხო იწყებს ახალ ეტაპს და რას ურჩევდით მაყურებელსაც აინტერესებს, თქვენ შულს რას ეტყოდით ან რა გითქვამთ, აი ეს 2 სიტყვით ესეც მაინტერესებს. აი მე არ ვიცი მრჩევლად რამდენად გამოვდგები, მაგრამ ალბათ ყველა წყვილს ვურჩევ, რომ იპოვონ ისეთი ადამიანი, აი ერთმანეთი, ანუ როგორ უნდა მიხვდნენ იპოვეს თუ არა, ხო? ანუ ისე უნდა უგებდნენ ერთმანეთს, უგებდნენ როგორ იცი, რომ აი არ ჭირდებოდეს ახსნა განმარტება სიტყვები, აი ერთნაირი უნდა იყოს, რომ უნდა იპოვონ თავიანთი მეორე ნახევარი. და ვურჩევდი გოგოებს განსაკუთრებით, რომ აი როდესაც რაღაც არ მოგწონთ, როდესაც აი გული ინტუიცია რაღაცას გიკარნახებს, რომ ესე ხო აი რაღაც არასდროს თვალი არ დახუჭოთ იმაზე და ყოველთვის მართალი ხარ, რასაც გული გიგზნობთ და რასაც ინტუიცია კარნახოთ და არასდროს არ დაუშვათ ის შეცდომა, რომ ან ის გამოსწორდება, ან მე მეჩვენება, ან მერე ყველაფერი კარგად იქნება. არა, უნდა იპოვო შენი ადამიანი. ეს შენს გულისხმობ, უნდა აი რო შეხედავ ადამიანს, უნდა იცოდეს შენ რა გინდა, რა გაბედნიერებს და როგორ გაგხადოს ბედნიერი. ფინანსები არაფერ შუაში არ არის, საერთოდ შეიძლება ადამიანმა ერთი ჭიქა წყალი მოგაწოდოს და იყო უბედნიერესი. უნდა ზრუნავდეს ადამიანი შენზე და ძალიან უყვარდეს. ამას ამრჩევებს მივცემდი გოგოებს და ფიჭებს არ ვიცი. არა, მე ამ შემთხვევაში გოგოებთან დაკავშირებით მაინტერესებდა და მგონია რომ ძალიან საინტერესო რჩევაა და მართლა ყველამ უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ძალიან ფუნდამენტური საკითხია. იცი რა, ცოტა პატარა ასაკში რო ვართ, ჩვენ თავს არ ვუსმენთ და როდესაც ძალიან შეყვარებულები ვართ, გგონია რომ რაღაცები გვეჩვენება, ვამეტებთ, ის მოგვე არაფერი არ გიჩვენებათ. შენი ადამიანი როდესაც არის, შენ ისეთი ბედნიერი უნდა იყოს და ისეთ ჰარმონიაში უნდა იყოს იმ ადამიანთან, რომ არაფერი არ უნდა გეჩვენებოდეს და ისტერიკებში არ ვარდებოდე ასე. მართალია. ყველას ვუსურვებ ასეთი მეორე ნახევრის პოვნას და თქვენს შულს ბედნიერებას. ბოლოსკენ მივდივართ, მოკლედ
და ერთი თქვენს უნამოს ამბავზეც უნდა გითხოთ, რომ ძალიან ძვირიაო, მოკლედ ამბობენ რა და თქვენ რა სიტყოდით ამაზე? იცი რა არის, გავითვალისწინე, ბევრი კომენტარი წავიკითხე, მაგრამ ჩემი სუნამო ნამდვილად არ არის ახლა ბიუჯეტური და არც ყოფილა გათვლა, იმიტომ რომ არის სულ 500 ცალი გამოშვებული, ლიმიტირებულია. არის პარფიუმი და 100 მგ-იანი და ფასი იმიტომ მოხდა რომ რაღაცა ფაბრიკაში ვერ შევთანხმდით 50 მგ-იანს. ნუ მკვეთ ტექნიკური დეტალი იყო და ამიტომ 100 მგ-იანი ჩამოვასხით, საფრანგეთში ჩამოისხა ეს უნამო და აქედან გამომდინარე ფასი გამოვიდა ეს რაც არის 500 ლარი. თუმცა აუცილებლად გავითვალისწინებ, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს უნდა რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს და როდესაც მეორე ხას ვაპირებ კიდევ რომ გამოუშვა, აუცილებლად გავაკეთებ უფრო ბიუჯეტურს და ჩემი მსვენელისთვის ხელმისაწვდომს. ხო, ესეც გონია რომ თქვენი რაღაც გამოცდილება, იმიტომ რომ მე მოისმინეთ მაყურებელი თქვენი. იცი რა, არა, ძვირი იყო ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ანუ ეს აი როდესაც ლიმიტირებულია და როდესაც მიგრამია და ეს ყველაფერი შეფუთვა აქვს იქ რაღაცა მოყვება იქ თავისი დიდი მოყვება, მოკლედ მარკეტინგულად ესე იყო და რადგან პირველი იყო და საცდელი იყო, აქედან გამომდინარე ესე დავიწყეთ. კი ბატონო. მოკლედ დაელოდეთ, იმიტომ რომ მეორე ხაზიც იქნება საკმაოდ საინტერესო. და ბოლოს ესეთი ჩელენჯი მაქვს, ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. ეხლა თქვენ აქედან პროტეინია თუ არა? პროტეინია. თქვენ აქედან უნდა შეარჩიოთ რომელიმე პენკეიკიც არის სხვათა შორის, ეს ვაფლები და რო ჩაგბეჭთ, მითხარით თქვენი შეფასება რა. კაი, ეს არის თხილით. ესეც მე მგონი ხო, აუ ეს ხრაშუნა იქნება. მოდი თხილიანს ავიღებ მე. მე მგონი აი ეს ხო არა. რომელი ეს თუ ეს? თხილის. ორივე თხილი. აი ეს. ეს გლუტენ ეს ყოფილა გლუტენ ფრი. კი, სხვა შორის ხო ესენი არის ყველა უშაქრო და აუ რა კარგი. შეგიძლიათ რომ და სად იყიდება? სპარი ფრესკო, აგროჰაბი, ევროპროდუქტი. მე მოხმარებელი ვარ პროტეინების და აუცილებლად შევიძენ. და რა უნდა ვქნა ახლა? ეხა ერთი ლუკმა გასინჯეთ. და გვითხრით. აბა. მე წახრაშუნა. კი. ძალიან გემრიელია. აი, რას შეადარებდით, რა გემოწამოიღო, რამე გაგახსენდათ, რას გვეტყვით? ეს უშაქროა? კი. იცი რა გამახსენდა? ჩემ ბავშვობაში იყო ძალიან მიყვარდა. ოღონდ ის ასუქებდა. ვაფლის რგოლები რო იყო. ბევრი ჩალაგებული გახსოვს და მიყვარდა ძალიან და ბავშვობის მე არ მიჭამე და ეს თუ არ ასუქებს. ზუსტად ისეთი გემოა, აი ბავშვობაში დამაბრუნა. და უგემრიელესია. მე რა შევამჩნიე, იცი რომ ძალიან ბევრი სტუმარი უკავშირებს ბავშვობის გემოს. მე რა კაი. გასინჯი შე? კი, მე ყველა გასინჯული მაქვს. ძალიან გემრიელია. ყველა მომწონს და ღამღამებოით ჩუმად ვახრატუნებ ხოლმე მეც რა ვქნა და ბომბბარმა, არ გჭირდებათ ყიდვა, ბომბბარმა ესეთი სასაჩუქრე ყუთი გადმოგცათ. შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობები. ხო და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გადმოგცემთ ლაკასას შოკოლადის დრაჟებს, პარი. დატვირთული მიწა. ხო. აი ამ ღვინოსაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სტუმარს მოეწონა ეს ესპანური ღვინო პატა ნეგრა, რომელიც ნიშნავს შავ თათს და არის ძალიან ანუ ხილის ნოტები იგრძნობა, დაბალანსებული გემო და სუბუქია ნამდვილად. ესეც მინდა რომ გადმოგცეთ და გემრიელად მირთვით. და ჩვენი პარტნიორი კომპანია თენაც აქტოვებს საჩუქრის გარეშე. დიდი მადლობა. გადასაფარებელი, ხო? კი და თუ ნახავთ. მე რა ლამაზია. ეს ბროწეულებით ნახე, ძალამაზია. და გეგონება რომ ნაჭრის არის და ამ დროს იწმინდება, ხო? კი, ძალიან კარგი, ანუ კომფორტული მატერიაა რა და დიდი მადლობა, ძალიან გაბეხარდა. მე ძალიან ვისიამოვნე. მეც ვისიამოვნე, მეგონა რომ კარგ ახნის, ჩემს მეგობართან ვიყავი და ჭორავდი. ძალიან მეც ესეთი მიზანი მქონდა და თუ მივაღწია ამ მიზანს, მოხარული ვარ, ანუ დღევანდელი გადაცემა შედგა. დიდი მადლობა. მადლობა და წარმატებები თქვენს. ნინო ჩხეიძე იყო ჩემთან ერთად. თქვენ არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა, იაქტიურეთ და მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.